გამარჯობა. მე მგონი ძალიან ხელისგულზედებს, რომ მას შემდეგ რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრეს-სპიკერმა. და მინდა ამიტომ ევროკომისიის პრეს-სამსახურს უთხრა, რომ უკვე ძალიან ნათელი და ხელისგულზედებს ის ორკესტრირებული თავდასხმები, რომელიც საქართველოს ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება. რაც შეეხება ზოგადად ევროპულ სტრუქტურებს და აი ამ ასე ვთქვათ ორკესტრირებულ მოქმედებას, ჩვენ შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი უცხოელი აგენტების რეესტრის წყალობით ჩვენ გავიგეთ, რომ ამერიკელი ლობისტები წერდნენ თურმე ევროპარლამენტის რეზოლუციებს. შეგახსენებთ, რომ ის რეზოლუციები, რომელიც მიიღებოდა აღმოვაჩინეთ, რომ დაწერილი ყოფილა ამერიკელი ლობისტების მიერ. ასევე არ ვიცი ხა მე ევროკომისიის პრეს-სპიკერს მიუწევს განცხადებებს, თუმცა მე მგონი მნიშვნელოვანი არის, რომ ევროკომისიის პრეს-სპიკერი კონცენტრირდეს იმაზე, რომ დღეს მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა მავნე დაფინანსებები სხვა ქვეყნებში იმის დეზინფორმაციის ძალადობრივი ჯგუფების თუ პროპაგანდის დაფინანსება, რომელიც USAID-ის და სხვა არხებით ხორციელდებოდა. ამის შემდეგ ზუსტად ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენის და ძალადობის წამახალისებლად. ამიტომ ევროკომისიის პრეს-მდივანი თუ კი თავს კომპეტენტურად მიიჩნევს საქართველოს საკითხებზე სასწაულოდ, იქნებ გვიპასუხოს. აპირებენ თუ არა გადახედონ ისე დაფინანსებებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რომელიც მიედინება პოლიტიკურ პარტიებში და ეს დადასტურებულია, რომ EID-ის მეშვეობით, რომელიც ევროკომისიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია არის და ფინანსდება ევროკომისიის მხრიდან, რომ ევროკომისიის მიერ გამოყოფილი თანხებით ფინანსდებიან რადიკალური პოლიტიკური პარტიები, ფინანსდებიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, ფინანსდება დეზინფორმაციული საშუალებები და ფინანსდება ანტიქართული პროპაგანდა. ამიტომ ამაზე გაგვცენ პასუხი, თუ კი მაინც და მაინც საუბარი სურთ საქართველოსთან დაკავშირებით. ყველას გიპასუხებთ. თვითმმართველობის არჩევნებზე მაინტერესებს თქვენი პოზიცია. თქვენ გუში ჩვენს ეთერში ისაუბრეთ ამაზე ვწლად, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხოთ ორი პარტიის პოზიციაზე. ეს არის პარტია ლელო და ასევე პარტია საქართველოსთვის. თქვენი თანამდებობებიც ამბობენ, რომ ისინი განსაკუთრებით რეგიონებში აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, თუმცა როდესაც ჩვენ ვეკითხებით მათ ამის შესახებ, ისინი ამბობენ, რომ არა თვითმმართველობის, არამედ საპარლამენტო არჩევნებისთვის მიდის მზადება. რა ინფორმაცია გაქვთ? უბრალოდ ყოვლისა მზადება ყველამ გავაცნობიეროთ რას ნიშნავს. მზადება ნიშნავს ფინანსების გამოყოფას, მათ შორის შეიძლება დამატებითი რესურსით გაძლიერებას პარტიული სტრუქტურებისა, ოფისებისა და ასე შემდეგ. ანუ ფულის გამოყოფას გულისხმობს უბრალოდ ყოვლისა ასე იწყება მზადება, მოძიება და გამოყოფა. თქვენ ხარ აგონიათ, რომ თაღლითების ხაზარაძის პარტია ფულს გამოყოფს სავარაუდო არჩევნებში, რომელიც იცის რომ არც დაინიშნება. რა თქმა უნდა, სადაც ისინი ფულის ხარჯვას იწყებენ იმ არჩევნებისთვის, რომელიც იციან ნამდვილად რომ ჩატარდება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ეს ერთი და მეორე, ხა არ ვიცი, ეს ქვეყანა მე მგონი დიდი არ არის, პატარა არის, ყველას იცნობს რომ ვამბობთ ხა ამაში იგულისხმება რომ ინფორმაციები ძალიან საჯაროა, მით უმეტეს როცა საქმე ეხება მთლიანად საქართველოს რეგიონებს და ამას ვერ დამალავს ადამიანი, რა დავალებები მისდით, რითი არიან დაკავებული, ემზადებიან ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის და თავის ამორჩევლებს ატყუებენ, რომ არიან დიდი რევოლუციონერები და ახლა ამოაყირავებენ საქართველოს ისტორიას და ასე შემდეგ. ამიტომ მინდა რომ მათ ამორჩევლმა ლელოს და პარტია საქართველოსთვის გულისხმობ, იცოდნენ რომ და მათ შორის სხვა ოპოზიციურ პარტიებმა მათაც უმალავენ სავარაუდოდ, იცოდნენ რომ ეს ორი პარტია გამალებით ემზადება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. აი თქვენ და მოლოდინი გაქვთ და ეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და განაწყვეტის პოლიტიკაზე რაც გაანონსა
და იმოქმედებს და სენატისგან რა გადაწყვეტილებას აუწევს. ზოგადად ამ აქტს აქვს ერთადერთი დანიშნულება, ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ამის დანიშნულება იყო, რომ 2 დღე რადიკალურ ოპოზიციას და უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ებს ეტარებინათ ბრიფინგები. ამის დანიშნულება იყო, რომ ევროკომისიის პრესმდივანი გამოხმაურებოდა ამ საკითხს. საინფორმაციო ხმაური ისტერიის შემოსატანად ქართულ პოლიტიკაში. შინაარსობრივად ეს არის აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილი აქტი. ვინაიდან ამერიკის შეერთებული პრეზიდენტს არ ჭირდება არავის უფლებამოსილება, რომ სანქცია დაუწესოს ვისაც ის ჩათვლის საჭიროდ, ერთი და მეორე, ვერც ამ აქტით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვერავინ ვერ დაავალდებულებს, რომ დააწესოს სანქციები. როგორც აქამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სრული დისკრეცია იყო, ან უბრალოდ მისი უფლებამოსილების საკითხი იყო, გადაეწყვიტა დაასანქციროს ვინმე თუ არ დაასანქციროს და ასე შემდეგ, ასევე იქნება მომავალშიც და ეს აქტი ამ აქტისგან არც უფლება სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ვერც დაავალდებულებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. აი ეს არის რეალობა, საინფორმაციო ხმაურის შექმნა. გარდა ამისა, საინტერესოა თვითონ ამ აქტის შინაარსსაც თუ ჩახედავს ვინმე, გასაგებია რომ აქტის და სახელწოდება შინაარსთან არ მოდის შესაბამისობაში, ამაში უკვე ყველა გავერკვიეთ, რომ ეს ორვილისეული ნიუსპიკი, რომ ომინ გულისხმობს მშვიდობას და მტრობა გულისხმობს მეგობრობას, ეს რას ნიშნავს პრაქტიკაში დაგვანახა კონგრესმენმა ვილსონმა. თუმცა ჩახედეთ შიგნით და ნახავთ მაგალითად რისკენ მოუწოდებს ეს აქტი პარტიებს. მოუწოდებს, რომ პარლამენტში არჩეულმა წევრებმა, ოპოზიციამ უმრავლესობაც იმუშაონ ერთად. აბა სად არის ოპოზიცია? თუ ამ აქტის ძალიან ასე ვთქვათ, მათთვის თუ ბიბლია არის ეს აქტი, სად არიან? აბა ვერ ხედავთ პარლამენტში. მათ მოუწოდებს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და იმუშაონ, ეს ერთი. და მეორე, ცოტა განმაცვიფებელი არის და აქ არ ვიცი მე, როგორც ჩანს, ბატონი ვილსონი სხვა რელსებზე არის, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი. ამ აქტში წერია, რომ ევალება USAID-ს, რომ შექმნას შეიმუშაოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ამ USAID-ს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ უწოდა თაღლითი ორგანიზაცია, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ ფული გადაენაწილებინა ყალბი იდეოლოგიების გავრცელებისთვის და სხვა ქვეყნების დემოკრატიის ძირის გამოთხისთვის. არ ვიცი ბატონი კონგრესმენი ჩამოყალიბდის ის ახლა თაღლითი ორგანიზაციისგან ელოდება საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს თუ რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ კიდევ ერთხელ ამ აქტის ერთადერთი შინაარსი, აზრი და მიზანი არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა. აი ხო ხედავთ, ერთი დღე ჩაატარეს ბრიფინგები, მეორე დღეზეც კი აღარ ეყოთ თემად სასაუბროთ ეს ყველაფერი. ამერიკა საქართველოს ურთიერთობები დააზიანა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების და ამერიკელი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ქვეყანასთან გაიფუჭა ურთიერთობა. საქართველოს თავისთავად გაიფუჭა ურთიერთობა თავისივე ქმედებებით ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ადმინისტრაციამ, იმიტომ ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას და ჩართული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში, იმისთვის რომ აფინანსებდა მოძალადე ჯგუფებს, პროპაგანდას, დეზინფორმაციას, საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმას აფინანსებდა პირდაპირ იმ ჯგუფებს, რომლებიც თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას, იმ ჯგუფებს, რომლებიც ყალბ იდეოლოგიას ავრცელებდნენ საქართველოში და ნახეთ, შეიცვალა ადმინისტრაცია სადმე, ნახეთ რომელიმე NGO, ხო ისინი ხო ამბობენ, რომ ისინი ხალხის ინტერესებით არიან და ქართული NGO-ები არის. სად არიან ის NGO-ები, რომლებიც აქამდე LGBT პროპაგანდით იყვნენ დაკავებული? რატო ხმას არ იღებენ? იმიტომ ეწინააღმდეგებიან თავისი დამფინანსებლის ინტერესებს, ხო? და ამიტომაც გაჩვენდნენ საბოლოო ჯამში. ამიტომ ეს ურთიერთობები გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ, მათ შორის ხალხთან, რომელიც გვერდში ყველაზე ძლიერად დაუდგა გვერდში ამერიკელ ხალხს ბრძოლაში ავღანეთში, ჩვენ ვიყავით რიცხოვნობით, აბსოლუტური რიცხოვნობით ვიყავით მეოთხე ქვეყანა ავღანეთში და ვიბრძოდით წინახავს. ახლა რომ ზოგიერთი ბალტიელი ქვეყანა ჭკუას გვასწავლის და თითქოს ომისკენ რო იწევენ 50 კაცით რო იყვნენ წარმოდგენილი შტაბებში, ქართული ჯარი იყო 1000 კაციანი კონტინგენტით და 1500 კაციანი კონტინგენტით ავღანეთში. აი ასეთ ხალხს ბაიდენის ადმინისტრაციამ შეუჩერა სტრატეგიული პარტნიორობის
დოკუმენტი, რომელიც თავის მხრივ ცარიელი ქაღალდი იყო, იმიტომ რომ არაფერი არ სრულდებოდა ის, რაც შიგნით ჩადებული იყო და ასე ვთქვათ, იყო ქაღალდად იყო ქცეული წინა ადმინისტრაციის ხელში. ამიტომ ჩვენ ახალ ადმინისტრაციასთან ზუსტად ამ საკითხზე გვაქვს ასე ვთქვათ კომუნიკაცია და მათ იციან ჩვენი მოლოდინები, რომ საჭირო არის ის, რაც გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ, ეს გამოსწორდეს და ჩვენ ამისთვის ვართ მზად ჩვენი მხრიდან და არაერთხელ გვითქვამს, რომ გქონდეს ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობა, ის რასაც ჩვენ 30 წელი ვაჩვენებთ ამერიკელ ხალხს, დადგა დრო, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამაც სათანადოდ შეაფასოს და დააფასოს. საგარეო პოლიტიკას საგარეო პოლიტიკას განსაზღვროს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია და ამასთან დაკავშირებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადმინისტრაციის პოზიცია და არა ცალკეული კონგრესმენის დამოკიდება. კიდევ ერთხელ კონგრესმენები ბატონ ჯო ვილსონს გულისხმობ, რომელიც USAID-ისგან ელიან სტრატეგიას საქართველოზე, თაღლითი ორგანიზაციისგან, ანუ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აფასებს თაღლითად ამ ორგანიზაციას ხურავს და ჯო ვილსონი ამბობს, რომ უნდა სტრატეგიები მან უნდა დაწეროს საქართველოს დაკავშირების სტრატეგიას ერთი. მეორე ჯო ვილსონი, რომელიც აი ახლა წელს იანვარში ლორა თორნტონთან ერთად მართავდა ერთობლივ ღონისძიებას საქართველოსთან დაკავშირებით, ეს ის ლორა თორნტონია მაკენის ინსტიტუტიდან, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს და მასთან ერთად ერთობლივ ღონისძიებას აწვევს. ამიტომ ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ კონგრესმენი ვილსონი არის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, მეორეს მხრივ მისი ნაბიჯები არის აბსოლუტურად ტრამპის საწინააღმდეგო ნაბიჯები, ის მხარს უჭერს USAID-ს, ის მხარს უჭერს, რომელიც USAID-ს, რომელსაც ტრამპი ხურავს, ის ერთობლივ ღონისძიებას აწვევს ლორა თორნტონთან, მაკენის ინსტიტუტთან, რომელიც ტრამპს მოიხსენიებს სექსუალურ მოძალადედ, ასეთი ადამიანებთან არის საქმე. ასე რომ ამიტომ ვამბობ, რომ ეს აქტი არის მხოლოდ ხმაურისთვის. რაც შეეხება მთლიანად პროცესს, მთლიანი პროცესი. ჩვენ სხვა ქვეყნების ხელისუფლებებზე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, არ ვიღებ. ჩვენ ვიცით, ჩვენ უყურეთ ნებისმიერ ქვეყნის ხელისუფლება პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე და საკუთარ ხალხს ხალხის წინაშე ვალდებულია, რომ მისი ინტერესებით იმოქმედოს. ჩვენ რასაც ვაკვირდებით და ევროკომისიის პრესპიდივანის გამოხმაურებაც ამის ძალიან კარგი ილუსტრაცია არის. რასაც ვაკვირდებით არის ის, რომ არაფორმალურ მმართველობასთან მიმდინარე ბრძოლა, რომელიც ტრამპმა გამოაცხადა, არის ასე ვთქვათ ისეთ ფაზაში, რომელშიც ჩვენ ხედავთ, თავად ტრამპი მაგალითად უკმაყოფილო არის, რომ ზოგიერთი მოსამართლე, რომელსაც ისინი კორუმპირებულ მოსამართლედ მოიხსენიებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებს ახალი ადმინისტრაცია, ასე რომ ეს არის იმ ბრძოლის ნაწილი, რომელიც ტრამპმა გამოუცხარა ოლიგარქიულ არაფორმალურ მმართველობას, ეგრეთ წოდებულ deep states და ყველა და საქართველოს ამ მხრივ არის ძალიან კარგი ტესტი და ლაკმუსის ქაღალდი იმისა, ვნახოთ რამდენად შესუსტება არაფორმალური მმართველობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირდაპირ პროპორციულად ეს შესუსტება არაფორმალური მმართველობისა აისახება ამერიკელ და ქართულ ხალხს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ამიტომ ჩვენ შეიძლება ასეთი უკვე ამერიკის მიერ დასანქცირებულ, ამერიკის მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებულ ძალასაც რომ გააგრძელოს საქართველოს მართვა. იმიტომ რომ დასავლეთის სხვა თქვენ რა გინდათ? თქვენ რა გინდათ, რომ ამერიკამ, გერმანიამ, საფრანგეთმა აგირჩიოთ თქვენი ხელისუფლება. ეს გინდათ თქვენ? არა, იმიტომ რომ არა. არა, მე თეორიულ შესაძლებლობებს კომენტარს ვერ გავაკეთებ. ფაქტი არის ერთი რამე, რომ არაფორმალური მმართველობის დასუსტება პირდაპირ პროპორციულად აისახება ქართველი ხალხის მიმართ ურთიერთობების გაუმჯობესებაში. ამიტომ ჩვენ ასე უყურებთ, მაგრამ ჩვენ გეგმებს არ ვაწყობთ სხვა
ქვეყანების გადაწყვეტილებებზე. ეს გვასწავლა მათ შორის 3 წელმა ბოლო გამოვლეს 60 წელი. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა, მათ შორის ევროკომისიის ზოგიერთი წარმომადგენლების და ევრობიუროკრატისთვის რომ დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა სანქციები, ჩვენ დღეს ვიქნებოდით ნაომარი დანგრეული ქვეყანა. და აი ამ ბიუროკრატიის პრესპიკერი დღეს გამოდის და მორალს უკითხავს ქართულ ხალხს. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბიუროკრატებისთვის ბრიუსელიდან, დაგვეწესებინა სანქციები, შემოგვეღო ვიზები, ჩაგვეკეტა ცა, ანუ წავსულიყავით ესკალაციაზე, რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელის ბიუროკრატებისთვის, რომ დაგვეჯერა ბალტიელი პოლიტიკოსებისთვის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ჩვენ დღეს ვიქნებოდით ნაომარი დანგრეული ქვეყანა. გუშინ წინ ლატვიის დაზვერვის სამსახურის უფროსმა თქვა, რომ მანამ სანამ უკრაინაში მიმდინარეობს ომი, ლატვიის უსაფრთხოება, ასე ვთქვათ, დაცული არის. აი ეს ხომ არის ყველაზე ცალსახა ილუსტრაცია იმ ამორალური პოლიტიკისა, რომელიც ევროპის სახელით არაევროპელი და ზოგიერთი საბჭოთა მენტალიტეტის მქონე პოლიტიკოსი აწარმოებს როგორც საქართველოს მიმართ, ისე უკრაინის მიმართ, როდესაც ის გამოყენებული არის პროქსით, ანუ მარიონეტად, იმისთვის რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყო და დავსვავ კიდევ ერთხელ კითხვას. და შეგახსენებთ ასევე რომ არა მხოლოდ ლატვიის დაზვერვის სამსახურის უფროსი, ლატვიის პრეზიდენტი ჩვენ მოგვიწოდებდა დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის. თავად ლატვია, რომელიც თბილად არის ნატოს ხოლგის ქვეშ, ჩვენ საქართველოს, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს, მოგვიწოდებდა რომ წავსულიყავით ესკალაციაზე. რომ დაგვეჯერებინა ლატვიის პრეზიდენტისთვის, დაგვეჯერებინა სხვა პოლიტიკოსებისთვის, რომელიც მოგვიწოდებენ ესკალაციისთვის, კიდევ ერთხელ დღეს საქართველოს იქნებოდა ნაომარი დანგრეული ქვეყანა, რომელზეც მე გამოვიდოდნენ იგივე პოლიტიკოსები საზღვარგარეთ და იტყოდნენ რაიმე ლამაზ-ლამაზ სიტყვებს, როგორ გაქრა დედამიწის პირიდან ეს მშვენიერი ერი თავისი კულტურით და სადმე მუზეუმში გამოგვიყოფდნენ ალბათ ადგილს იმისთვის, რომ პატივი მიეგოთ ჩვენი კულტურისთვის და ჩვენი ხსოვნისთვის. თორე აი იმ მომენტში, როდესაც ლატვიის პრეზიდენტი ამბობდა, რომ დაუწესეთ სანქციებიო, ფიქრობდა იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება ასეთ უპასუხისმგებლო მოწოდებებს ქონოდა, არ ფიქრობდა. ამიტომ ეს არის ამოსავალი წერტილი, რომ ჩვენ ეს დაგვანახა, ეს ჩვენ ისედაც ვიცოდით, მაგრამ კიდევ ერთხელ ამისი ილუსტრაცია გააკეთა, რომ არავინ ჩვენი ინტერესებით არ ფიქრობს დედამიწის ზურგზე, გარდა ჩვენი ხალხისა და მისი არჩეული ხელისუფლების. ახალ რეგლამენტზე კი მოწოდანაშავ. რომ ქართული ოცნებაც მოძალვა და ამ შემთხვევაში 20 ივნისის შემქმნელი გიორგი გახარიაძე ქართული ოცნებას უწოდებს მოძალვადეს. მე მგონი ბატონ გახარიაძე ზედგამოჭრილი არის დუმბაძის სიტყვები, რომ ადამიანი შუბლის ძავსო გაიწყვეტ, მე ადვილი არის ცხოვრება. ადამიანმა აღიარა, რომ ის უცხო ქვეყნების ელჩებთან შეთანხმებით გადადგა პრემიერობიდან და მიატოვა პოლიტიკური გუნდი. სხვა ქვეყნის ელჩმა, ერთმა კონკრეტულმა უთხრა მას და გადადგა. ასეთი ადამიანი, რომ დღეს კიდე პოლიტიკაში არის და ბედავს რომ იყოს პოლიტიკაში, ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის არათუ პოლიტიკოსის, ელჩის, რომელიც არის ჩვეულებრივი ბიუროკრატი, უცხო ქვეყნის ბიუროკრატის მითითებით მიდის თანამდებობიდან ღალატობს თავის პოლიტიკურ გუნდს, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი, რომელსაც შუბლის ძარღვის რაღაცა ფრაგმენტი მაინც შერჩენილი აქვს პოლიტიკაში, არ დარჩებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ, როდესაც შუბლის ძარღვის გაიწყვეტს ადამიანი, მე ცხოვრება ადვილია და ვხედავთ ბატონ გახარიას საკმაოდ ადვილად ცხოვრობს იმ მხრივ, რომ მას ეს მორალური ბარიერები ყველანაირი გადალახული აქვს და ამ დროს უკვე ნებისმიერი ტყუილით შეიძლება და ნებისმიერი სხვა უღირსი საქციელი. ოპოზიციაზე დაავადებს შეიძლება აღიარებს ოპოზიცია, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ, ხელახალი არჩევნები რომც დაინიშნოს. ამაზე ცოტნე კობერიძე მას ისაუბრა, თუმცა მსგავსი ტენდენცია არსებობს, რომ ახალი არჩევნები რომც ჩატარდეს, არ აქვს ოპოზიციას იმის იმედი, რომ ისინი გაიმარჯვებენ არჩევნებში და ემსახურება მათ. თავისთავად უკვე ამას დიდი მთელი ტრაგიზმი იმაში არის, რომ ოქტომბრის არჩევნების წინ ოპოზიცია და მათი ამორჩევლების ნაწილიც უცხოელებმა დაარწმუნეს, რომ ისინი ხა ჩაერთვებიან არჩევნებში, დადგებიან, იქნებიან ქართული ოცნების წინააღმდეგ კამპანიის მონაწილენი და მისცეს მათ პირობა, რომ გაამარჯვებინებენ და დააბრუნებენ ხელისუფლებაში ნაციონალურ მოძრაობას. ამის გამო ზოგიერთმა ელჩმა დაივიწყა ვენის კონვენცია, რომ
არაფრად თვლიან, ეს უკვე შევხედეთ ზოგიერთი ელჩი, მაგრამ დაივიწყა მათ შორის პროფესიული ეთიკა და ჩაერთო პირდაპირ არჩევნებში. აი ასეთი დიპლომატები და ელჩები. ეხლა ამას რო აკეთებენ, რომელიც პირდაპირ ხან ბანერს გვიკომენტარებდნენ, ხან საარჩევნო კამპანიის თემებზე თავის აზრს გამოთქვამდნენ, ანუ პირდაპირ უხეშად ერეოდნენ შიდა საქმეებში და დამარცხდა ოპოზიცია მაინც. და შესაბამისად აი ეს ყალბი, ასე თქვათ, რაღაც იმედები რომ შეუქმნა უცხოელების ამ ჯგუფმა. ეხლა ვდგავართ პირდაპირ აი ამ მონაცემლობის წინაშე და თავად ზოგიერთი ელჩი დამარცხდა ამ არჩევნებში, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი დამარცხდა, ზოგიერთი უცხოელი საგარეო საქმეთა მინისტრი დამარცხდა ამ არჩევნებში. ახლა გვაქვს ვენდეტა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილე იყო არჩევნების, ქართული ოცნების წინააღმდეგ და ქართულმა ხალხმა ის დაამარცხა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიტვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა, რომ მათი დასალაგებელი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის და ქართველი ხალხი წყვეტს საკუთარი ბედს. ახლა ეს ხალხი გაბრაზებული არის ვენდეტა ქართველ ხალხზე. პირდაპირ მოვისმინეთ რასა იუკნევიჩიანესგან, რომ ქართველი ხალხია დამნაშავე. მოვისმინეთ პირდაპირ მისგან, მათ შორის ბოლო განცხადება, რომელიც უკვე ძალიან ფაშისტურ ტონებს შეიცავს საკმაოდ და მე მას მოუწოდებ, რომ გაჩერდეს იმ ადგილზე, სადაც არის, ვინაიდან შემდეგი ნაბიჯი უკვე ღიად ფაშისტური განცხადებები იქნება, როგორც ვატყობ, ისეთი ტემპით მიდის მისი განცხადებები. ამიტომ რა თქმა უნდა, საღი აზრი, ვისაც გააჩნია, ის ხედავს, რომ შესაძლოა ქართულ ხალხს არჩევანი აქვს, აირჩიოს ქართული ოცნება, რომელიც ამომრჩევლის ინტერესით და ეროვნული ინტერესით მოქმედებს, თუ აირჩიოს ის ძალები, რომელიც ღიად ამბობენ, აი ფორმულა ჟურნალისტმა ეს კითხვა დასვა, ხო, რომ კი, მაგრამ უცხოელები რო გეუბნებიანო, ხო, უნდა დაუჯერებთო. ანუ არიან პარტიები, NGO-ები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს უნდა იმართოს ზოგიერთი დიპლომატის, უცხოელი პოლიტიკოსის მითითებების შესაბამისად. გეტყვიან, ეს კანონი მიიღე, უნდა მიიღო. დადგე ცალფეხზე. გეტყვიან ეს კანონი არ მიიღო, რომელიც ქართულ ხალხს უნდა, მაგალითად LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით, უნდა დადგე ცალფეხზე და არ მიიღო. ანუ ოპოზიცია, რომელიც ცალფეხზე დგას დღესაც და ამბობს, რომ ასე გააგრძელებს ცალფეხზე დგომად, ამის საპირწონეთს თავაზობს თავის ამომრჩეველს, რომ ჩამოვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეაქებს. აი ეს არის მთელი ბენეფიტი, რასაც ის თავაზობს თავის ამომრჩეველს, რომ მოდი ყველა დავდგეთ ცალფეხზე, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეგვაქოს შემდეგ, ან არ ვიცი, რომელიმე ჩინოვნიკმა ბრიუსელიდან. რა თქმა უნდა, ამ არჩევანში ქართული ხალხი ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს ქართული ოცნების შესაძლებლად. ოვა ყველას. კი. ხედავთ ოპოზიციის პოზიციას, მსგავსი ინფორმაცია გავცელდა აიტაცებს და სხვათა შორის ამერიკულ მართლმსაჯულებაში არსებობს ასეთი პრინციპი, რომ არ შეიძლება ხალხის სავსე თეატრში იყირო ხანძარია. და სამწუხარო არის, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებიდან როგორც შევიტყვეთ, რომ ამ განცხადების საჯაროდ გაკეთება მოხდა უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე. რა თქმა უნდა, ასე დროს ნებისმიერი დიპლომატიური სამსახური უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში უსაფრთხოების შესაბამის სტრუქტურებთან და ეს კონტაქტები არსებობს და ძალიან დასანანია და გასაკვირია, რომ არაკოორდინირებულად მოხდა ამ განცხადების გავრცელება. რამაც შევხედეთ ჩვენ საერთო ჯამში, რას იწვევს ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, როცა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ძალიან კარგად იცის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის და NGO სექტორის ნირი, რომ ისტერია დათესონ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იმისთვის რომ კვლავ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში და სამწუხაროდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გუშინდელი ეს განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ დეზინფორმაციული და ისტერიული კამპანიისთვის, რომელიც არაერთხელ გვინახავს და გუშინ ვნახეთ მთელი, ესე ვთქვათ,
პროპაგანდისტული მედია, ოპოზიცია, როგორ ცდილობდა დაეზაფრა საზოგადოება. მათ შორის ნახე ბატონი მთივლიშვილი, რომელიც ყველას ძალიან კარგად ახსოვს შოვის ტრაგედიაზე, ესე ვთქვათ, საკუთარი აგითხრათ ახლა ინტერესების გაწევით იმ მხრივით, რომ რაღაც სკანდალები თითქოს ვითომ ამხილა სინამდვილეში ისტერიას თესავდა სხვების ტრაგედიის ხარჯზე ბატონი მთივლიშვილი, რომელიც დეზინფორმაციით და ტყუილით, რომელიც დადასტურდა არა მხოლოდ ჩვენი, არამედ უცხოელი მეცნიერებით და დადასტურდა, რომ ის აბსოლუტურ დეზინფორმაციას ავრცელებდა და პანიკას თესავდა. აი მე ბატონ მთივლიშვილს რომ მედლებს კიდებენ და აჯილდოებენ, იმის შედეგია, რომ გუშინ თუ არ ვცდები 3 პოსტი დაწერა ამასთან დაკავშირებით, ხან მოლთან დადო ფოტო, ხან ის დადო, რომ აი ხალხო, ნახეთ რა ხდება, ეხლა უნდა აუფეთქეთ. აი ამას შეუწყო, აი ეს აჩვენებს ვაგრძელებ. ეს აჩვენებს, რომ წინდა ხედულობა არის საჭირო, მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატები იცის რა ტიპის პროპაგანდისტული მედია, როგორი რადიკალური ოპოზიცია და NGO-ები გვყავს და მას არ უნდა მისცეს ნოყიერი მიადაგი. არა, საჭირო არის. თქვენ როგორ წარმოადგენთ საქართველოს საელჩოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი განცხადება, რომ დაედო, რომ ხალხო, ამერიკელო ხალხო ბომბები დევს ახლა სადღაცა საკეთიკით. წარმოგიდგენიათ? ხო აღმოჩნდა რომ საწუნა, ანუ ხო დადასტურდა. არა, ხო დადასტურდა, რომ არ იყო სარწმუნო ინფორმაცია, ხო? მათ შორის უსის განცხადებითაც, ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი გამოძიების ყველა დეტალს ხომ არ შეგატყობინებთ, მაგრამ მისი განცხადება ის იყო ცრუ შეტყობინება, ზუსტად ამაზე მეტყველებს, რომ ის რა თქმა უნდა ამას ავრცელებს. აი ამაზე ზუსტად ამას საუბრობ, რომ არ იყო წინასწარი კომუნიკაცია, არ იყო კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, მათ შორის კონსულტაცია, რომ ჯობდა ეს საელჩოს გაეკეთებინა ამაზე განცხადება, ჯობდა სუს გაეკეთებინა ამაზე განცხადება. არ ვიცი რატომ, მე იმედი მაქვს, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალში ასე აღარ მოხდება. იყო ასე ვთქვათ, რაღაც მისკომუნიკაცია და არ იყო სათანადო კოორდინაცია ამ საკითხში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრივ ვიცი რა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის და საელჩოს თანამშრომლობის ასე ვთქვათ, კარგი გამოცდილება დარწმუნებულია მომავალში ეს აღარ მოხდება. კიდევ ერთხელ, თავად ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების პრინციპი არის, რომ არ შეიძლება ხალხით სავსე თეატრში შევარდე და იყირო ხანძარია. ამ მნიშვნელოვანია წინდახედულობა, მით უმეტეს როცა იცი, რომ პროვოკატორებით სავსე არის ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, NGO სექტორი და პროპაგანდისტული მედია. ახალ რეგლამენტზე უნდა გითხოთ, 12 საათიანში ახალ რეგლამენტთან დაკავშირებით. რატომ დაიწყო საჭიროება ახალი რეგლამენტი? რეგლამენტი თქვენ? კომიტეტზე რაც განიხილეთ 12-იანზე გვეჩქარება. რაც შეეხება რეგლამენტს, ზოგადად პარლამენტი თავად ადგენს თავის მოქმედების და მუშაობის წესს. რეგლამენტი არის გამორჩეული კანონი, ეს არის კანონი, რომელსაც ხელს არ აწევს პრეზიდენტი და ხელს აწევს მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე და ეს არის განსახიერება საპარლამენტო სუვერენიტეტს. პარლამენტი თავად განსაზღვრავს, როგორ მუშაობს ის. რეგლამენტის ცვლილება ამიტომ არ არის განსაკუთრებული შემთხვევა, როგორც წესი ახალი მოწვევის პარლამენტი ყოველთვის შეიძლება შეხედოს ახალი თვალით და გამოცდილება საპარლამენტო ცხოვრების. მოქმედი რეგლამენტი 2018 წელს არის მიღებული, გავიდა უკვე 7 წელი, დააგროვდა პრაქტიკა, როგორც კარგი, ისევე ცუდი, ასე ვთქვათ, ან ყოველ შემთხვევაში ხარვეზებიც გამოჩნდა ამ დროის განმავლობაში. ჩვენ ერთ წელზე მეტი არის მუშაობთ ამ ახალ რეგლამენტის პროექტზე საპროცედურო კომიტეტთან ერთად და ეს პროდუქტი შევიმუშავეთ, რომელიც თვისებრივად შეცვლის საპარლამენტო კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მათ შორის ინტერპელაციის წესი შემოდის, რომელიც აქამდე არ არსებობდა ასეთი სახით, ჩვენ რეალურად გვექნება შესაძლებლობა ყოველ კვირა ყავდეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი კითხვა-პასუხის რეჟიმში პარლამენტში. ეს მნიშვნელოვანია როგორც პარლამენტის წევრებისთვის, მათი საკონტროლო ფუნქციების განსახორციელებად, ისე ჩვენი საზოგადოებისთვის, რომლის ვთქვათ, კითხვების გამახმოვანებელი არის საქართველოს პარლამენტი. ასე რომ ამ ხრივ შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციურიც არის ის ცვლილება, რომლითაც ინტერპელაციით აბსოლუტურად ახალი წესი ყალიბდება, რომელიც უზრუნველყოფს იქნება აქტუალურ საკითხებზე ყოველკვირეული, ასე ვთქვათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ხელისუფლების მთავრობის წარმომადგენლების ყოფნა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ
ადგილ თვითმმართველობის არჩევნებში შევდივართ მრავალმხრივ გაძლიერებული, ჩვენ გუშინ მქონდა პარტიის ყილობა, სადაც ავირჩიეთ პარტიის ახალი თავმჯდომარე, მადონ ირაკლი კობახიძე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი თანაშემოქმედი პარტიული სტრუქტურისა, იმ ასე ვთქვათ სისტემისა, რომლითაც მუშაობს ჩვენი პარტია, როგორც ცენტრალური ოფისი, ისე მისი რეგიონალური დანაყოფები, ასე რომ ამ ხრივ საკმაოდ ძლიერი ასე ვთქვათ ძლიერი შემადგენლობით და სტრუქტურულად გაძლიერებული შევდივართ როგორც პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ასევე გაძლიერებული შევდივართ საზოგადოების მხარდაჭერის ხრივ. ეს თვეები გამოდგა ძალიან კარგი ლაკმუსის ქაღალდი და ამ ხრივ ალბათ ოპოზიციასაც მადლობა ეთქმის, რომ ბოლომდე დაანახეს საზოგადოებას რამდენიმე რამ. პირველი, ისინი ერთადერთი, რასაც ისინი სთავაზობენ საზოგადოებას, რომ ისინი იქნებიან უცხო ძალების მითითებების ყურმოჭრილი შემსრულებლები და გააკეთებენ იმას, რასაც ეტყვიან გარედან. ეს არის, რასაც ისინი გვპირდებიან, ასე რასაც ისინი აკეთებენ ბოლო პერიოდში არის, მათი მთელი საქმიანობა დაკავშირებული არის ხან კონგრესმენ ვილსონის განცხადების კომენტირებაზე, ხან ევროკომისიის პრეს-მდივნის მოადგილის თანაშემწის ძღოლის განცხადების კომენტარზე და ასე შემდეგ. მნიშვნელობა არა, მთავარია უცხოელმა თქვას რამე და უცხოელის ნათქვამი არის მათთვის ბიბლიაც, სახარებაც და ყველა სხვა წმინდა წერილიც. აი ესეთ ოპოზიციასთან და ასეთ NGO სექტორთან გვაქვს ჩვენ საქმე და ეს დაინახა ქართველმა ხალხმა კიდე ერთხელ. რაც იყო არჩევანი 26 ოქტომბერს, როდესაც ხალხმა რეალურად დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმში მიიღო მონაწილეობა და უარი უთხრა უცხოურ გავლენას, უარი უთხრა ელჩების დანიშნულ პარტიას ხელისუფლებას, უარი უთხრა სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დანიშნულ ხელისუფლებას და თქვა, რომ ის იქნება, ქართველი ხალხი იქნება თავის ბედის გამსაზღველი. აი ამისი ვიზუალიზაცია მიართვეს არჩევნების შემდეგ პირდაპირ და აჩვენეს, რომ ჩვენ დიახ ვართ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი საქართველოში, რასაც გვეტყვიან, იმას გავაკეთებთ, ქართულ დროშებს გადავდებთ და ვაფრიალებთ სხვა დროშებს, გამოვიტანთ სხვა პარლამენტის წევრების ფოტოებს და ისინი იქნება ჩვენი ხატიც, საფიცარიც და გასაღმერთებელი ობიექტებიც. შუბლის ძარღვი, ეს არის თავარი. კიდე ერთხელ, აი, ჩვენი ასე ვთქვათ ძენი ხალხის ნათქვამი ყოველთვის ძალიან კარგად სრულდება ხოლმე და ერგება რეალობებს და თუმბაძის ეს სიტყვებიც მე მგონი თითქოს ზედგამოჭრილი არის გიორგი გახარიასთვის. ადამიანს, როდესაც შუბლის ძარღვს გაიწყვეტს, მე ადვილია ცხოვრება და ვხედავთ ის როგორ მომღიმარად უყურებს ცხოვრებას, ვინაიდან მას ყველანაირი მორალური ბარიერები გადალახული აქვს უკვე, ახლა პირდაპირ უყურებს, რა მითითებას მიიღებს, არ ვიცი მე, მესიჯით თუ SMS-ით თუ სხვა სადმე სამალავში დამალული წერილით თუ არ ვიცი როგორ გადასცემენ მას ამ მითითებებს, მიიღებს მითითებებს და მოქმედებს ისე. აი ეს არის სამარცხვინო საქციელი საბოლოო ჯამში და ამიტომაც ხალხმაც მას გამოუტანა საბოლოოდ განუჩენ. რთულია საერთო ჯამში კომენტარიც უკვე მე მგონი მობეზდა ყველას იმ მოვლენებზე რაც ხდება. აი ამ გარკვეული კასტა ჩამოყალიბდა ნაზავი პარტიული აქტივისტების, NGO აქტივისტების და ისე აქტივისტების. აი რო ამბობენ რომ გულწრფელი მოქალაქე ვარო, თავის თავს რო ეძახიან, ეს არაგულწრფელი ხალხი. აი გარკვეული კასტა არის, რომლებიც სხვა ქვეყნის დროშებს შემოიფარებენ ხოლმე, შემდეგ იფიცებენ სხვა კონსტიტუციას და სხვა ასე ვთქვათ პოლიტიკოსებზე ამოძდით მათ, სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებზე ამოძდით ზედა მთვარე, ან ფაქტობრივად რაღაც გარკვეულწილად არის ჩვენი საზოგადოებისთვის რაღაც დაკარგული
მოქალაქეები, რომლებიც ფორმალურად არის ჯიბეში უდევთ საქართველოს პასპორტი, მაგრამ რეალურად მათი გული ძგერს სხვა ქვეყნების თუ ჯგუფების ინტერესებით. აი ეს ხალხი პირდაპირ გვეუბნება, რომ ცალფეხზე უნდა დადგე. აი ეს გახდა სიმბოლო ბატონი ბურჯანაძის ეს განცხადება დარჩა ისტორიას როგორც სიმბოლო ამ ეპოქის NGO პარტიული კასტისა, რომელსაც თქვა, რომ უცხოელი თუ გეტყვის, უნდა დადგე ცალფეხზე და შეასრულო მისგან მიღებული მითითება. ასე რომ ეს არის საერთო ჯამში რასთან გვაქვს საქმე. ეს ცალკეული გამონათქვამი, კომენტარი, ეს უკვე რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, გვერდითი ეფექტებია ამ ყველაფრის. მთავარი პრობლემა სინამდვილეში რაც ჩვენ საზოგადოებას ოდლას, რომ ჩვენ გვყავს ეს კასტა ადამიანებისა, პარტიულ NGO-შნიკურ აქტივისტური კასტა, რომელიც მოწყდა თავის სამშობლოს და ამ სიტყვას სამშობლოსაც არ აღიარებენ და ნახავთ თქვენ ისინი არც ახსენებენ სამშობლო მათთვის ეს ტერმინი აღარ არსებობს და არიან რაღაც გარკვეული ლიბერალური ინტერნაციონალის ნაწილი, სადაც თუ კი ადრე გვეუბნებოდნენ რომ პროლეტარები ყველა ქვეყნისა უნდა გაერთიანდნენ, ესენი ამბობენ რომ ლიბერალები ყველა ქვეყნისა უნდა გაერთიანდნენ, მნიშვნელობა არ აქვს შენ ქართველი ხარ, გერმანელი, ფრანგი თუ ვინ ხარ, შენ გაქვს ერთ საერთო ინტერესი. ამას იჯერებენ და შემდეგ და ქართველი ხარ თუ ლატვიელი, ორივეს ერთი ინტერესი აქვს, მე გამოვა ლატვიის დაზვერვის სამსახური და იტყვის რომ არა გენაცვალეთ თქვენი ომეთ, რომ ჩვენ ვიყოთ წყნარად, ეს არის ჩვენი ინტერესიო და ამას ეუბნებიან და ესენიც ამ ყველაფერს ხბოს თვალებით შეყურებენ და ამბობენ რომ კი ბატონო უცხოელებო გითხარით რაღაცა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩვენი გურუ და თქვენ ხართ ჩვენი წინამძღოლი. ზოგადად ისაც ხედავთ რომ საბოლოო ჯამში ბევრი აცნობიერებს უკვე რასთან აქვს საქმე ადამიანები რომლებიც თავიდან ჩვენ ნახეთ რომ ეს იყო უბრალოდ ფრუსტრირებული ოპოზიციური ელექტორატი რომელიც მიხვდა რომ დამარცხდა არჩევნებში და გახსოვთ 27 ოქტომბერს მეორე დღეს ასე ვთქვათ დეპრესიაში ჩავარდნილი ადამიანების ვიდეოები რო იდებოდა ტიროდნენ რომ რა ის რა დაგვემართა ანუ ადამიანებს უცხოელებმა დააჯერეს მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრები აქ რო ჩამოდიოდნენ მიტინგებს ატარებდნენ და ზოგიერთი ელჩი აქ რო გამოდიოდა და ქართულად ლექსებს გვეუბნებოდა და მოუწოდებდა ასე ვთქვათ რამის რევოლუციისკენ ხალხს ესენი აძლევდნენ იმედებს რომ ჩვენ გაგამარჯვებინებთ აი თქვენ პატარა ჯგუფს ფაქტობრივად პირობას აძლევდნენ რომ აქ აპარტეიდს დაამყარებდნენ და უმცირესობას მოიყვანდნენ ხელისუფლებაში ისეთი იმედი მისცეს რომ გამოვიდნენ და გახსოვთ თქვენ არჩევნების დღეს რომ რიგებია და საცობები არისო და ეს არისო ჩვენი ამოჩევა და ბოლოს აღმოჩნდა რომ დიახ იყო რიგები, დიახ იყო საცობები, ეს იყო ქართველი ხალხი, რომელიც გამოვიდა და უთხრა უარი დიპლომატების დანიშნულ ხელისუფლებას. და ამაზე ჰქონდათ ფრუსტრაცია მეორე დღეს იმედგაცრუება, მიხვდნენ რომ დამარცხდნენ და მე წავიდა რაც ხდება ხოლმე ხავსე მოკიდება რომ ვაიმე იქნებ 300,000 რაღაც არსაიდან ზეციურად მოსული რაღაც ამომრჩეველი იყო ვაიმე იქნებ პირადობის მოწმობა ორჯერ გაატარეს იქნებ იმის ჩარევა იყო იქნებ რაღაცამ გაჟონა და ასე ხავსზე მოკიდება ეს ჩვეულებრივი სტადიები არის ესე ვთქვათ დეპრესიისა როდესაც ჯერ შოკი გაქვს მე ნენელა ჯერ არ ეგუებ არ იღებ ამ ყველაფერს შოკის შემდეგ უარს ამბობ და არ იჯერებ და საბოლოო ჯამში იაზრებ რა არის ჭეშმარიტება და მე მგონი დიდი ნაწილი ზუსტად ამას მიხვდა რომ რეალობა ის არის რომ ისინი დამარცხდნენ ამ არჩევნებში ოპოზიციური ელექტორატი იმიტომ რომ არასწორი პარტიები აირჩიეს მათ თავის შეულებად საბოლოო ჯამში და ის ამას ხვდებიან ამას ადასტურებს ერთი გარემოება არც ერთი აი ეს ეგრეთ წოდებული გუწფელი მოქალაქეები კითხეთ მას ვის მისცა ხმა არავინ არ გიპასუხებთ სინამდვილეში გულის სიღრმეში ყველას რცხვენია ის არჩევანი ვინც გააკეთა როგორ შეიძლება არ რცხვენოდეს სააკაშვილის პარტიას რომ მისცემ ხმას როგორ შეიძლება არ რცხვენოდეს ნიკა გვარამიას რომ მისცემ ხმას როგორ შეიძლება არ რცხვენოდეს ანუ ოფიციალურად ადამიანები თაღლითები არიან ამ სასამართლოს დაამტკიცა საქართველოს სასამართლოს და არბიტრაჟმას დაამტკიცა უცხოეთში
რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან თაღლითები და ფული გადაახტევინეს ბიუჯეტში. როგორ შეიძლება თაღლითების პარტიას რომ მისცემ ხმას ეს ამას მე როგორ იტყვი. რა თქმა უნდა გულისხმობაში ცხენია ყველა სამ არჩევანის. ასე რომ და როგორ შეიძლება გახარიას მისცე ხმა რომელმაც დაადასტურა რომ ელჩის მითითებით წავიდა რომ ელჩები მას იბარებდნენ იმ დღეს ადამიანი რომელიც წინა დღეს ჩვენ და მეც ვიყავ იმ შეხვედრის მონაწილე და ძალიან კარგია სხვა ჩვენს ესაა მნიშვნელოვანი მან აღიარა ამაზე თითქოს ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ მან აღიარა რომ ის მოვიდა პარლამენტის წევრებთან პარტიაში უმრავლესობის ხდომაზე რომ ის აგრესიულად ითხოვდა ჩვენგან რომ ხარი დაგვეჭირა იმუნიტეტის მოხსნაზე და მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთ უმრავლესობაში ქონდა კითხვები ამასთან დაკავშირებით რომ ჩვენ თუ მოხსნით გვაძლევ პირობას რომ აღასრულებს შემდეგ თუ მე ჩვენ მოხსნით და იქნება ესე ვთქვათ ცარიელი გადაწყვეტილება და მისცა პირობა მოგვცა იქ პირდაპირ პირობა რომ რა თქმა უნდა ეს აღასრულებს და მეორე დღეს გადაიფიქრა ეს ყველაფერი ხო ფაქტი და ახსნას რო აძლევს თითქოს შეუძლებელი იყო ამ მაშინ დაკავება იქიდან რამდენიმე დღეში მისი გადადგომი რამდენიმე დღეში კიდევ უფრო გართულებულ მდგომარეობაში პირდაპირ ფუკასავით ააცალეს ნიკამელია იმ ალამუთის ციხიდან რომელსაც ესე ვთქვათ გვაჩვენებდნენ რომ აუღებელი ციხე ჰქონდათ იქ ასე რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ რამდენად ასე ვთქვათ უცხო დაკვეთით მოქმედებს გიორგი გახარია და რა თქმა უნდა ვინც მას ხმამისცა ხო უნდა წვენოდეს გულის სიღრმეში რომ მის ხმამისცა ადამიანს რომელმაც უღალატა თავის გუნდს უცხო ქვეყნის ელჩის მითითების შესაბამისად. ასეთ ხალხს უნდა მისცე ხმა ხალხმა რომელიც აი ახლა ამ დღეებში უნდა აღნიშნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა. 26 მაისზე უნდა სწორედ სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისის ჩაბარება დაანონსა, რამდენად მართლობრივად მიგაჩნიათ მისი მხრიდან ეს ინიციატივა და სახალხო დღესასწაულის მიტაცების მცდელობა. ეს არის სალომე ზურაბიშვილის განცხადება, მისი პირით გვესაუბრება მაკეინის ინსტიტუტი, რომელიც დაქირავებულიც არის სალომე ზურაბიშვილი. საერთო ჯამში ეს სამარცხვინო მოვლენა არის, რომ ქართულ პოლიტიკაში ადამიანი, რომელიც ღიად ფინანსდება ქართული ხალხის მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფის მხრიდან, გულისხმობ მაკეინის ინსტიტუტს, თავისუფლებას აძლევს რომ იყოს ქართულ პოლიტიკაში. შეგახსენებთ ეს ის ინსტიტუტი არის, რომლის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ფარკასმა განაცხადა, რომ საქართველოს უნდა წავიდეს ესკალაციაზე რუსეთთან, დაუწოს სანქციები ასე შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ არის რეალური საფრთხე, რომ ამის საპასუხო ნაბიჯები იქნებოდა მათ შორის სამხედრო ხასიათის. ერთ-ერთ ინტერვიუში რადიო თავისუფლებასთან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ რომ ამას თუ მოყვება საპასუხო რეაქცია მათ შორის სამხედრო რუსეთის მხრიდან მან განაცხადა სალომე ზურაბიშვილის დამქირავებელმა განაცხადა მე რაო მე ცოტა რაღაცა აიღებენო ვიღაცა დაიხოცება და სისხლები დაიღურება და მე რა მთელ ქვეყანას ხო ვერ დაიპყრობენო მთები გაქვთ გორები ტყეები გაქვთ და მთელ ქვეყანას ბოლომდე ვერ გააკონტროლებენ რაღაც მომენტში ჩვენ ჩავერთვებით მე იქ ვიღაცა სინდისი შეაწუხებს ვიღაცას სანქციები დავაშინებ და იქნება და მე რაღაცა გამოვასწრო აი ასეთი ადამიანი ვინც აქ ხოცვა ჟლეტას ასე ვთქვათ გვიანონსებდა ოღონდ ყოფილიყავით რაღაც მსოფლიო ინტერნაციონალის რაღაცის მონაწილე და ცეცხლის რკალი შეგვექნა რუსეთის გარშემო ამოდა რომ ნუ მე რა ანუ პატარა ნუ ვიღაცას ახლა ვიღაცა დაიღუპებოდა ავიგეთ და მე იქნებოდა გლოვა მაგრამ მე რაო აი ამ ადამიანის დაქირავებული სალომე ზურაბიშვილი სინამდვილეში აცხადებს ამას იმიტომ რომ ეს არის მათ შორის ის სცენარი რომელიც მიღებული აქვს მას მაკეინის ინსტიტუტისგან თუ კი რაიმე არის ასე ვთქვათ ომის მომხრეთა დაჯგუფება ეს გახავს ზუსტად მაკეინის ინსტიტუტი ქალბატონ ლორა თორნტონს უსმინეთ ადამიანი რომელიც პრეზიდენტ ტრამპს მოიხსენიებს სექსუალურ მოძალადედ ადამიანი რომელიც ამბობს რომ უკრაინაში ომი ბოლო ამის ასე ვთქვათ ლამის ბოლო უკრაინელამდე უნდა გაგრძელდეს და ეწინააღმდეგება მშვიდობის დამყარებას აი ეს ადამიანები არიან ვინც მას ფულს უხდიან და ამას ალაპარაკებენ ასე რომ გახლეჩვა საზოგადოების და დაპირისპირება ზუსტად მათგან შემოგდებული საკითხი არის რომ დააპირისპირონ რაღაც ქართული ხალხის ცალკეული ჯგუფები ერთმანეთს და ეს თარიღების გარშემო სპეკულაცია კიდე ყველაზე საყვარელი თემა არის როგორც ხედავთ იმ ძალებისა რომელიც საქართველოსთვის ცუდი უნდათ მხოლოდ დადებით დინამიკაზე კითხავდა მეგობრებო კითხვა არის 2025 წლის იანვარ-აპრილში საფრთხნაკადის რაოდენობა და რეისების რაოდენობაც განსხვავებული წინაწლების შედარებით და გავსი დადებით დინამიკა როგორც პოლიტიკის
საერთოდ ჯამში ჩვენ ხედავთ ერთ რამეს, რომ ის შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს, იქნება ეს ეკონომიკური ზრდის ტემპები, რომლითაც ჩვენ ვართ კონტინენტზე პირველ ადგილას, მსოფლიოში ვართ ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპებით, მაჩვენებლები იქნება ეს სიღარიბის შემცირება, უმუშევრობის შემცირება, სხვა მაჩვენებლები, მათ შორის ერთსულ მოსახლეზე მთლიანში და პროდუქტის მაჩვენებლების ზრდა, რომლითაც ჩვენ ვართ კანდიდატ ქვეყნებს შორის უკვე გავდივართ ლიდერებში. ეს ყველაფერი გვაჩვენებს თუ რამდენად გამოიწრთო ქართული სახელმწიფო, საზოგადოება და მათ შორის ეკონომიკა აი ამ გარე თავდასხმების კვალდაკვალ. და განსაკუთრებით საამაყო არის, რომ ეს ხდება ბოლო 4 წელია უკვე, მას შემდეგ რაც პანდემია გადავიდა 2021 წლიდან, საქართველოს ყველაზე კარგად დაძლია პანდემიის შედეგები და ის დარტყმა, რაც პანდემიამ ყველას მიაყენა, ჩვენ გამოვიყენეთ, რომ კიდევ უფრო მაღალი ტემპი ქონოდა ეკონომიკური ზრდის. ეს აჩვენებს ჩვენი მშვიდობის პოლიტიკის წარმატებას, ჩვენ რო დაგვეჯერებინა ზოგიერთი ბრიუსელელი ბიუროკრატისთვის, ლატვიის პრეზიდენტისთვის და მსგავსი ადამიანებისთვის, დღეს იქნებოდა აოხრებული, განადგურებული ქვეყანა, აქ ტურისტი კი არ ჩამოვიდოდა, აქ იმაზე იქნებოდა საფიქრალი, თავი როგორ გადაგვეჩინა, აქ ყოფ ადამიანებს. ასე რომ ეს არის, რაც გვაჩვენებს ჩვენ, რომ ნაკლებად დაუჯეროთ უცხოელებს, რომლებიც ზოგიერთი თავს გვაჩვენებს, თითქოს ჩვენი მეგობარია და სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ ჩვენ ხარჯზე უნდა საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მეტად დაუჯეროთ ჩვენს ხალხს. საქართველოს ხელისუფლება ზუსტად ამას აკეთებს, განსაკუთრებით ბოლო 3 წელია, რომ ნაკლებად უჯერებს უცხოელებს და მეტად უჯერებს ქართულ ხალხს. სწორედ ეს არის ჩვენს კონსტიტუციაში ჩაწერილი და ზუსტად ამის გამო ვიქცევით. ამიტომ მოყვება ქართველი ხალხი და მხარს გიჭერს, ამიტომ ვიბრაზდებიან და გვებუტება ზოგიერთი უცხოელი. არ მოსწონს ზოგიერთს, რომ მათი მითითებებით არ მოქმედებს, არ მოსწონს ზოგიერთს, რომ აქ თავი რო ეგონა მთავარმართებელი და თავი ეგონა ცეკას მეორე მდივანი, რომ პარლამენტში ყოველ მეორე დღეს უნდა ყოფილიყვნენ და რომელი კანონის, რომელი მუხლი, როგორი ფორმულირება თუ უნდა ყოფილიყო, ატალახებული ქონდათ სხვა კომიტეტის კარებები, დღეს ხედავთ, რომ პარლამენტი მხოლოდ ქართული ხალხის დაკვეთით მოქმედებს და ასეთ მავნე ჩარევას ჩვენს კანონმდებლობაში, კანონშემოქმედების პროცესში, როდესაც რაღაც უცხოელი აქტორები კარნახობდნენ რა როგორ უნდა მიგვეღო, ამას აღარ აქვს. ჩვენ მოქმედებთ ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენ მოქმედებთ საერთაშორისო ჩვენი ვალდებულებებით, ჩვენ მოქმედებთ ასოცირების შეთანხმების შესაბამისად და ამას ვაკეთებთ პირნათლად და ამას აჩვენებს ნებისმიერი ობიექტური შეფასება.